საღამომშვიდობისა, მივესალმები რუსთავეორის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს პირველ რიგში ყველას დამდეგშობას გილოცავთ, სულ რამდენიმე საათში შემოაბიჯებს ის ჩვენს ოჯახებში, გულებში, სრულიად საქართველოში და მართლმადიდებლურ სამყაროში და ყველას სიხარულის, ბედნიერების და სიყვარულის წუთები და წამები გქონდეთ მთელი წლის განმავლობაში. და ეს სიხარული გაასმაგდება ჩემი აზრით თუ დღეს ისეთ თანხას წავეთამაშებით როგორც გახლავთ ჯეკპოტი რომელიც შეადგენს 654,215 ლარს და მეორე კატეგორია რომელიც ასევე ღირსეულად გამოიყურება და ჟღერს 306,000 ლარს გასცდა მოკლედ ჩვენი მეორე კატეგორია ასევე მესამე კატეგორიაში შესანიშნავი თანხა გვაქვს გასათამაშებელი მახსოვს წინა გათამაშებაში ვერ გავათამაშეთ და ძალიან ბევრი შანსი გაქვთ იმისთვის რომ შობა შეხვდეთ მომღიმარი სახეებით, ბედნიერები და ძალიან ახსავსე დადებითი ენერგიებით. მოდი გადავინაცვლოთ ღილაკისკენ, წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ავითვალოთ 3-2-1. აი ისიც 815 ტირაჟი გახლავთ დღეს და ვნახოთ დღევანდელი ტირაჟისთვის თუ როგორ კომბინაცია შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი და რას გადაწყვეტს დღეს ის და თქვენი იღბალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 16 შემოგორდა პირველი და მან გახსნა სწორედ დღევანდელი გათამაშება, ვნახოთ რა იქნება შემდეგი რიცხვი, ყვითლები ლიდერობენ და 28-ს შემოუგორდა 16-ს გვერდით. მესამე მომგებიან ბურთს ველოდებით და ის გახლავთ მწვანე კვასკვასა 7-იანი და 7-იანი ხომ იღბლის მომტან ციფრად ითვლება და დაი იღბალი მოეტანოს თქვენთვის. ვნახოთ მეოთხე მომგებიანი რიცხვი ის გახლავთ ნომერი 3, მოკლედ ყვითელი მწვანე ლურჯი გვაქვს და წითელს თუ შემოგთავაზებს ლოტოტრონი, აბა ვნახოთ. და ისიც თქვით წითელი და აი ვახსენეთ წითელი და წითელი მოვიმარჯვეთო 35 შემოგვიგორდა ამასობაში, გვაქვს 5 ძირითადი ბურთი და მე-6 შემოგორდა 15 გახლავთ ის. და ველოდებით უკვე ბონუს რიცხვს ვნახოთ რა შემოგთავაზებს ლოტოტრონი 33 გადაწყვიტა დღეისთვის ჩვენმა ლოტოტრონმა. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ჩვენი ციფრთა კომბინაცია, იმედია რომ ბევრი გახარებული მაყურებელია ახლა ტელეეკრანთან 16, 28, 7, 3, 35, 15 და 33 გახლავთ ბონუს რიცხვი. რა ხდება აბა თქვენთან, ტელეეკრანებთან, მან თქვენს ოჯახებში იმედია რომ სიხარული, ბედნიერება და ჟივილხივილი სწორედ სიხარულის მომტანი და იმედია რომ ამ სიხარულს ძალიან მალე ჩვენც გაგვიზიარებთ მთელი ესე იგი საქართველოს ეროვნული ლოტარიის გუნდს რომლებიც ყოველთვის ხარობთ ხოლმე თავისთავად ცხადია როდესაც კიდევ ერთი გამარჯვებული შეემატება ჩვენს ქვეყანას. მე შეგახსენებთ კლავინდებურად ერთ ამბავს რის გარეშეც არ გამოვა ეს გამარჯვებები და ეს სიხარულები რაზეც საუბრობთ ხოლმე ეს გახლავთ ის რომ ყოველი გათამაშებისთვის ყოველ სამშაბათს და პარასკევს თქვენ უნდა მოიმარჯვოთ ერთი ბილეთი მაინც ხელში. ამისთვის კი არსებობს მრავალი და მრავალფეროვანი გზა. ერთ-ერთი ეს არის ონლაინ. შეგიძლიათ შებრძანდეთ loto.gz თუ სახლიდან გასვლას არ აპირებთ და სწორედ იქ შეავსოთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია. ასევე თუ გარეთ გასვლას აპირებთ და მოლებში შებრძანებას, რომელიც ახლა გადატვირთულია თავისთავად ცხადია, შეგიძლიათ სწორედ იქ ჩვენს სერვის ცენტრებში შეიძინოთ ბილეთები. შეავსოთ სასურველი კომბინაცია და მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე ძალიან კარგად იცით ლოტო 642-ის მოთამაშეებმა რომ მდებარეობს ლოტოს ჟიხურები, სადაც თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები. გვაქვს შედეგები გვაქვს და ის მესამე კატეგორია რომელზეც საუბრობდი, სადაც შესანიშნავი თანხა გვაქვს თქო 828 ლარი იყო დაგროვებული მესამე კატეგორიაში, ის ორმა ადამიანმა გაინაწილა დღეისთვის და 4014 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. ულოცავ თავისთავად ცხადია ორივე გამარჯვებულს, ასევე მეოთხე კატეგორიაში 1522 ლარი გავათამაშეთ, ის 4 ადამიანმა გაინაწილა, 380 ლარი შეხვდა თითო ადამიანს. და მეხუთე მეექვსე კატეგორიებში კლავინდებურად გყავს ძალიან ბევრი გამარჯვებული, თუმცა რჩება მეორე კატეგორია ჯეკპოტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას, ასე რომ შემდეგი გათამაშებისთვის ერთი ბილეთი მაინც მოიმარჯვეთ ხელში. ბედნიერი შობა და სიხარული და სიყვარული თქვენს ოჯახებში.